ეს არის უგემრიელესი ციმწვენი. ნათია სტუდიაში. უგემრიელად გავაკეთო. სიპრიალი ჩავაკრეთ. აჰა. და თუნდაც გამოყვეთავ. ხედავ ზურა რა ხდება, როდესაც ესე იგი მეიქაფერიც ხალია, რესპონდენტიც ხალია და წამყვანიც ხალია, ვიბრანჭებით რა ძალი და ღონე გვაქვს. დავკლაპო? ესე იგი ისე ცხელა ცოტა ქარიც უბერავს, მაგრამ ისეთი რესპონდენტი მყავს, სიცხისგან გული რო წამივიდეს, ნანას იმედი მაქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანი გახლავთ პირველი სასწრაფოს მძღოლი ხალი. ნანა, შენ ყოველთვის საუბრობ გულწრფელად. ამჯერად რისი თქმა გინდა? მე ვცხოვრობდი აბასტუმანში, წარმოშობით ადიგენის რაიონიდან ვარ და მოვხვდით ქორწილში თბილისში დები დისკურსელთან. მე და ჩემი და ქორწილიდან მოგვიტაცეს და აღმოჩნდი სრულად უცხო ოჯახში, უცხო პიროვნებასთან ერთად. რამდენი წლისი იყავი მაშინ, როდესაც მოგიტაცეს? 16 და მოხდა ისე, რომ მაშინ მოტაცება იყო, ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო. ოჯახის შეხედულება რა იყო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შენ ადამიანს არ იცნობდი, არ გიყვარდა, ან არ გითხრეს მაგალითად, რომ ნანა, შენ არაფერზე არ ინერვიულო, წამოდი სახში დაბრუნდი თან. 16 წლის იყავი, მაშინ ძალიან პატარა, შესაბამისად წესით მე მგონი ოჯახის თანადგომა უნდა ყოფილიყო. შორის იყო ეგ შემთხვევა კი უთხრეს მათაც რომ პატარა ძალიან და ეს ოჯახისთვის არ არის მზად და მამამაც მითხრა რომ არ იყო პრობლემა წავსულიყავი თუმცა მე არ მომინდა წასვლა მე დამაინტერესდა რა იყო მამაკაცი აი ამას ვამბობ ხშირად ხმამაღლა და არც მცხვენია იცით იმიტომ რომ ჩვენ დროს ძალიან ჩაკეტილები ვიყავით მით უმეტეს რაიონებში არასოდეს არ ვიცოდი არაფერი მამაკაცის შესახებ და არ ვიცოდი არაფერი ცოლქმური ურთიერთობის შესახებ. ნანა, შენ როგორც აღნიშნე და მეც ეჭვი არ მეპარება ამაში რომ დაუმორჩილებელი ბავშვი იქნებოდი, ვინ გაბედა აი ამ ყველაფრის გაკეთება, რომ აი ესეთი გოგონა მოიტაცა? ვინ იყო ესეთი გაბედული ადამიანი? ეს გაბედული ადამიანი გამოდგა ის ვინც არ მიცნობდა. მას უნდოდა რომ ყოლოდა მეგობარი არა, მეუღლე რომელსაც გაზდიდა. მაგრამ ამ დროს საბჭოთა კავშირის დროს მამაკაცებს ეშლებოდათ რომ გაზრდა არავის სჭირდება. ნამდვილად. ხო და მით უმეტეს 16 წლის გოგოს. და აღმოჩნდა ისე რომ ერთად გავიზარდეთ რაღაც საკითხებში და გავიზარდეთ ვისწავლეთ ურთიერთობა ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის მასაც გაუჭირდა. აი სწორად უნდა გაიგოს. აქტიურად არაფერი არ ვიცოდი. არაფერი არ ვიცოდი. ინტერესი გამიჭირდა ახალი ცხოვრების მიმართ. გესმის? მე არ ვიყავი ოჯახის შესაქმნელად მზად. მაგრამ მე ყოველთვის ვიყავი სიყვარულისთვის მზად, რამაც ჩემი ოჯახი გაიტანა. მოტაცება ისეთის ნამდვილად არის. ნამდვილად დღე. თუმცა აი მე მაინტერესებს თქვენმა მეუღლემ როგორ შეგაყვარათ თავი? მიუხედავად იმისა, რომ მოტაცებული ვიყავი და უცხო იყო ჩემთვის ის ადამიანი მან იმდენად დიდი როლი ითამაშა ერთ გაზდაში, რომ ეს სიყვარული სხვა კუთხით დამანახა, გესმის? და პასუხად, ამ სიკეთის პასუხად ჩემი სიყვარულიც იყო უპირობო. და ჩემი სათქმელი ზუსტად ეს არის, რომ ურთიერთობაში არა მარტო ოჯახში, საერთოდ ურთიერთობაში ადამიანებმა ისწავლონ უპირობო სიყვარული. ნანა, რა შემიძლია გითხრა, ანუ ძალიან ვისიამოვნე შენთან საუბრით და ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვიყევი შენი ეს ისტორია. ნანა, როგორ მოგწონს დღევანდელი ჩემი ლუკი? ძალიან მომწონს ეს ფერები. დღევანდელ ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნა შოპინგ რუმსმა, უნდა წამოვდგე და ესე დატრიალდე. აი ესე ლამაზია მე მგონი, ხო? ძალიან გიხდება. დიდი მადლობა. შენს თვალებს უხდება. და ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი მეიქაპი და უღრმესი მადლობა ჩემს მეიქაპ არტისტს ნათია ერგემლიძეს. აი ესე მასწავლის ხოლმე ჩემი მეიქაპერი. ესე ქენიო და მე ესე ამოიხედეო და მე ბოლოს არ დაგავიწყდეს ღიმილიო და მეც არ მავიწყდება. აბა მოდი ჩემს ლამაზ ქალბატონთან ამას მოვკიდოთ ხელი. თუ გინდა აი ესე გავაკეთოთ იქიდან შენ